დღეიდან უკვე დეკლარირებულად და ოფიციალურად კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს შედის საარჩევნო ბრძოლაში. არა არჩევნებში უბრალოდ, არამედ საარჩევნო ბრძოლაში. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული რა პროცესში შევდივართ. ლელომ და მასში შემავალმა პარტიებმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადება დაიწყეს. ამ საკითხზემად 5 ივლისს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. ჩვენ როგორც პასუხისგებლიან პოლიტიკურ კოალიციას უბრალოდ უფლება არ გვაქვს. უფლება არ გვაქვს ამ ბრძოლას გავექცეთ და ბრძოლაში მივატოვოთ საქართველოს მოსახლეობა და მივატოვოთ მოქალაქეები. არა, ჩვენ შევდივართ ბრძოლაში და ჩვენ ვაპირებთ ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას. ამ რუსულ რეჟიმს, ამ მოღალატეების მმართველობასაც ზუსტად ის უნდა, რომ ჩვენ გავეცალოთ ასე წინააღმდეგობის გარეშე და ესე უბრალოდ პირდაპირ დაუთმოთ თითოეული სოფელი, თითოეული საარჩევნო უბანი, თითოეული მუნიციპალიტეტი, დაბა, ქალაქი. ეს უნდათ უბრალოდ წინააღმდეგობის გარეშე გადაიფორმონ მთელი საქართველო და გაამყარონ ეს ამაზრზენი ავტორიტარიზმი და დიქტატურა. მაგრამ ჩვენ თავს ამის უფლებას არ ვაძლევთ. ამის ფუფუნების უფლებას არ მივცემთ ამ გაყიდულ ამ სულ გაყიდულ ქართველებს და ჩვენ შევდივართ ბრძოლაში. დღეს უბრუნდებით ჩვენს ბრძოლას და კიდევ ერთხელ პასუხობთ არალეგიტიმურ დე-ფაქტო პრეზიდენტს ყაველაშვილს და კიდევ ერთხელ მიუთითებთ გზას რუსული ხომალდისკენ. მზად ვართ ერთობისთვის პროდასავლურ ოპოზიციასთან და მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის. ლელოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მოღალატედ აცხადებენ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომლის ლიდერები ღიად ამბობენ, რომ აღარ ითანამშრომლებენ ხაზარაძის პარტიასთან. პროტესტი გამოთქვეს ასევე აქციებზე დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრებმაც. ლელომ უღალატა პატიმრებს, ლელომ გვიღალატა ჩვენ, გახარიაც და ლელოც მოღალატეა. სანქციები სავარაუდოდ გადაიწევს, მაგრამ არა უშავს. 41-9-25 ერთად ჩაირიცხება. დღეიდან ჩემთვის ეს პარტიები ერთია. წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. ძალიან კარგია სიცხადე. 4%-იანი ლელო რასიზმს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს. სუსტები ერენ თუ მოღალატეები ისტორიამ განსაჯოს. ჩვენ საქმეს მივხედოთ და საქმე ბევრია და აუცილებლად მივხედავთ. ხო და კიდევ ფულით და ტელევიზიით აშანტაჟეთ საკუთარი თავები. ბიძინამ ვერ გატეხა ეს ქვეყანა ფულით. მართლა მეცინება. წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. ორერო, შენ ჩემზე შტერო. უი, უკაცრავად. ლელო მინდოდა მეთქვა. ეს ხუმრობით. ისე კი მინდა ვიკითხო. რასელოდებით ხაზარაძისგან, პოლიტმევახშისგან. ტყუილად ხომ აღწერდი და ვამბობდი ზურგში ხანჯალს უნდა ელოდოთ თქო. პოლიტმოვაჭრეა, გაიგეთ რა. განაცილს ვწამებდი, ერთი ფაქტი დადოს ვინმემ, სადაც ფაქტებით და დოკუმენტებით არ ვისაუბრე. მხოლოდ პროცესის გადარჩენისთვის ვწერდი და ვამხელდი, რადგან დამღუპულ გეგმას ფეიქ-სტრუ ბრძოლას ვხედავდი. ზოგიერთ ისე გამოსდის, შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო. ამდენი დროის დაკარგვა, მრავალათასიანი აქციების დაშლა, პრივატიზებული სცენა, მიკროფონი და ტv ეთერები, პროცესის გაწელვა, გამანადგურებელი რომ არის ეს განართული გამოსაცნობია, უკვე მე რამდენად ღალატი. წერს თაკო ჩარკვიანი Facebook-ზე. პროტესტის ნიშნად პარტია დატოვა დეამეტრეველმა, ხოლო საბაბუაძემ პარტიული თანამდებობა. ლელო და მისი კოალიცია კი დიდ ბრძოლას აანონსებს, რომელიც მათი რწმენით ქართული ოცნების ხელისუფლების დამარცხებით დასრულდება. ის მიუხედავად და ერთად გავუმართოთ ეს ბრძოლა, სადაც დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ სახელოვნად.